წეგან ჩავწერე იმ ხელა ვიდეო და ხმა არის მოდე, იმიტომ რომ მანქანაზე არის დაკონექტებული. ხოდა წეგან ახლა მოსაუბრობდი და მინდა რომ ეს შინაგანი განცდა გაგიზიაროთ, იმიტომ რომ არ ვარ ბევრ ქვეყანაში დამყოფი, პირიქით ძალიან ცოტა საშუალოდ, იმიტომ რომ ძირითადად სულ გადაღებები მქონდა და პატარა ბავშვები მყავდა და მიზნები სხვა იყო და ამიტომ დრო და თანხები გვენანებოდა ყოველ მოგზაურობაში რომ დაგვეხარჯა, იმიტომ რომ მიზანი უფრო დიდი იყო და მოკლედ ესე მოხდა, მაგრამ ვენა რომისგანაც უფრო ნაკლებს ველოდი ვიდრე თქვათ იგივე იტალიისგან ან არ ვიცი სხვა ქვეყნისგან რომელიც ძალიან გამორჩეულია და დამახასიათებელია მე მომნუსხა და ხო და აი მთელი ბრძოლა ზოგჯერ ისე რა გინდა რა პრეტენზია გაქვს რაღაც ისე ჩაგეძიებიან ხოლმე ვითომ ისეთ რაღაცაზე რომელზეც თითქოს და ყველანი შეთანხმებულები ვარ და ვიცით უდაოდ რომ ეს ქვეყანა ძალიან გაჭირვებული ქვეყანაა და ყველას გვინდა ამ გაჭირვებული ქვეყნიდან ამოსვლა იმიტომ რომ მარტო 2, 3 და 5% არ უნდა იყოს კარგად ვინც შეიძლება საოცრად მუშაობდეს რა ვიცი ვორკაჰოლიკი იყოს მაგრამ ყველა ასაკის და ყველაფერი და მთელი ცხოვრება რომ ყველა ხელისუფლების დროს ყველანაირი ომი გამოიარა ჩვენმა მშობლების თაობამ და ბებიების თაობამ მინიმუმ ისეთი უზრუნველყოფილი სიბერე ქონდეთ რომ საკუთარი პენსიით რაღაცებს დასვენება მაინც შეეძლოთ თბილისშივე სადღაც სხვაგან არ ვამბობ და ასეთი ადამიანებისთვის, ვისაც დღეს პროტესტი აქვს, იმიტომ რომ თვითონ შექმნა ეს და არავის არ მიურთმევია, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული იყო და ციდან რაღაცა ისე მოსდგამდა რაღაცა ნათელი. ამიტომაც უჩნდებათ ამ ადამიანებს ესეთი ძაფრი აღშფოთება, ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ ერთ-ერთი ესეც არის, რომ მე შენთვის ვარ, შენი სახელმწიფო შენთვის ვარ. დავრჩი ამ ქვეყანაში, ნულიდან დავიწყე რაღაცის შექმნა. წვალება, რა ვიცი, რას არ ვიგონებთ და რას არ ფანტაზიორობ და საიდან რა არ გვინდა რომ ამოვიღოთ მაქსიმუმი. და შენ კიდევ აქეთ მიქმნი ისეთ პირობებს, რომ მაინც ზულებ რომ ხან როგორ ყველანაირად ისე და ჩემთვის აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ აქვს ახალდაგვარებს ვინ მართავს ქვეყანას, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა არც პარტიას ვინ მართავს ქვეყანას, თუ კი ჩემს ქვეყანას ისეთ ქვეყანად აქცევს, რომ როდესაც მე ქუჩაში დავდივარ, არ მექნება განცდა რომ სრულიად მარტოა და არავინ ჩემს უკან არ დგას. არც სახელმწიფო, არც ის რაღაცა კონკრეტული რაღაცა დაწესებულება, არც სისტემა არ მაქვს ეს და ჩვენ ეს გასა არც ვიცით რაღაცა თაობამ შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა თავდახრილი შრომას ვართ მიჩვეული და რაღაც გაბრაზება გვაქვს შადებული ჩვენი თავის შექმნაში იმიტომ რომ სრულიად მარტო ვიყავით და ჩვენი მშობლების და რამდენიმე ღმერთის გამოგზავნილი ადამიანების გარდა რომელმაც უბრალოდ ჩვენში პოტენციალი დაინახა და გვენდო მეტი არავის ამას წვრილი არ შეუტანია და ასეთი ადამიანებისთვის, ვისაც დღეს პროტესტი აქვს, იმიტომ რომ თვითონ შექმნა ეს და არავის არ მიურთმევია, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული იყო და ციდან რაღაცა ისე მოსდგამდა რაღაცა ნათელი. ამიტომაც უჩნდებათ ამ ადამიანებს ესეთი ძაფრი აღშფოთება, ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ ერთ-ერთი ესეც არის, რომ მე შენთვის ვარ, შენი სახელმწიფო შენთვის ვარ. დავრჩი ამ ქვეყანაში, ნულიდან დავიწყე რაღაცის შექმნა. წვალება, რა ვიცი, რას არ ვიგონებთ და რას არ ფანტაზიორობ და საიდან რა არ გვინდა რომ ამოვიღოთ მაქსიმუმი. და შენ კიდევ აქეთ მიქმნი ისეთ პირობებს, რომ მაინც ზულებ რომ ხან როგორ ყველანაირად ისე დრო არ მეყო. პრობლემა შემიძლია ვიყო. და ხან როგორ სულ ართულებ და ავიწროებ რაღაცა ადამიანს, რომელსაც უნდა რომ თავის ქვეყანაში შექმნას რაღაცა და თავის ქვეყანაში გადაიხადოს გადასახადები და იქ წავიდეს და
რაღაცა ჩამოიტანოს და რაღაც ვორქშოპები გაიაროს და ისევ ქვეყანაში და ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი რა და ისევ თავის ქვეყანას მოახმაროს ყველაფერი, იმიტომ რომ უნდა რომ თავის ქვეყანაში, თავის უბანში, იმ ქუჩაზე, იმ ფანჯრის რაფაზე, სადაც გაიზარდა იყოს და იმ თავის სოფელშიც ქონდეს ჩასვლის შესაძლებლობა და ახლოს იყოს ამ ქვეყანასთან. ხო და აი ვენას აქვს ეს ბევრ ქვეყანას, მაგრამ განსაკუთრებით ვენაში მქონდა ეს განცდა, ვიპოვეს შინაგანი სიმშვიდე, რომ ქვეყანა შეგიძლია ანდო შენი თავი და შენი შვილები. იქ რომ ხო და ამისთვის სადღაც სხვაგან კი არ უნდა გადაიხვეწოს ქართველი. ესეთი ქვეყანა გვინდა რა მარტივად, ყველას გვინდა, ამას დარწმუნებული, ამას არ ჭირდება რაღაცა კონკრეტული პარტიის ფანატიზმი და ვიღაცის სამორჩეველი იყო. ასეთი ქვეყანა გვინდა ყველას. 7 რაღაცა ერთმანეთს გადაკიდებული ბაბლების გარეშე 7 ქვეყანა და ამას ყველაფერს 4 და 5 ადამიანი და თვითონ ადამიანი კი არ არეგულირებს, თავის თავში არეგულირებს ადამიანი მხოლოდ. თუმცა ამას უნდა არეგულირდეს კანონი და აი ამ უზრუნველყოფილ გარემოს და უსაფრთხო გარემოს აუცილებლად უნდა გქონდეს სახელმწიფო. ეს არის ჩემი აზრი. კი არა და მე მგონი ასე არის. ამიტომ ძალიან მინდა რომ ეს ქვეყანა როდესღაც გახდეს ასეთი. რომლის ქვეყანა, შენი ქვეყანა, რომლის იმედი გააქვს როგორც მოქალაქეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი განცდა, რომ შესულან ქვეყანა დგას და ესეც მინდა ჩვენი ქვეყანა. და ეს საკითხი კარგი რაც მინდოდა ამოვთქვი და კიდევ არის რაღაცა ის არის ხოლმე მე ვცდილობ რომ ისეთ თემებზე ვისაუბრო რაც შეიძლება ჩვენთვის საერთო იყოს კონტენტი ისეთი შექმნა რომ არა მხოლოდ თქვათ რეკლამები რომლებშიც მონაწილეობდა ეს ძალიან ბუნებრივია და რეკლამაში არაფერი ცუდი არ არის ხალხო იმიტომ რომ ცუდი რეკლამა არის ცუდი როდესაც გატყვევენ რომ თქვათ რაღაცა სახის დამატენიანებელს შეუცვათ 500 ლარი უნდა მისცე რომ დაგიტენიანოს კანი და შეიძლება რომ 50 ლარიანმა დამატ ან მოატყურა ხალხის არ შეიძლება და თითოეულ ჩემს რეკლამაში ყოველთვის სხვა რაღაცებზეა გაკეთებული აქცენტი მაგრამ მე სხვა რაღაცაზე მაქვს საუბარი ვერ ხვდები ხოლმე რა თემებზე შეიძლება გინდოდეთ ყურადღების გამახვილება, რადგან თქვენგან უფრო არის ხოლმე რაღაცა ნაკლები უკავშირი, რაღაცა ნაკლები დისკუსია, ან თქვა თუ არ და ან უკავშირსა თუ ჩვენ სოციალურ ქსელში ვურთიერთობთ, მაშინ ჩემი თქვენთან ურთიერთობა არ უნდა იყოს რაღაცა ცალმხრივი მარტო ლაპარაკს გავს რა აი ხარ როგორც მარტო ლაპარაკობს ზუსტად ეგ არის იმიტომ რომ საკითხები მაგალითად აი ახლა ძალიან საინტერესო პროექტზე არის საუბარი ქალით დაუფასებელ შრომაზე რომელსაც დარწმუნებული ვარ ყველა ქალი საუკეთესო ქმარით რო ყავს მაინც აქვს ის განცდა რომ თვითონ გაცილებით მეც საკეთებს სახში სახლის საქმეზე მაქვს ლაპარაკი ვიდრე მისი სრულად იდეალური ქმარი ჩემი ქმარი ძალიან ბევრ რაღაცებშია ჩართული მაგრამ მე მაინც მაქვს განცდა რომ თქვათ აი რაღაცა დროს მაინც ჩემ შვილებს უფრო დედა უნდათ და ის ოკეი და ნუ ბოლოს ქალი აჩენს ხო ქალი მშობიარობს შემდეგ ამ ჰორმონებს ცელულიტებს სიცხიან ბავშვს და ყველაფერს ერთად ებრძვის ასეთ თემებზე როდესაც თქვენთან ხო და ასეთ თემებზე ჩემო საყვარლებო, როდესაც საუბრობ და ვცდილობ რომ თქვენგანაც მოვისმინო რაღაცა აზრი, კარგი იქნებოდა თქვენი რაღაცა უკავშირი. და ლოგიკური უკავშირი, მხოლოდ ის კი არ არის თქვათ ქუდისადი ყიდე ან სერიალი, როდის დამთავრდება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და ესეც რაღაცა ურთიერთობის ერთ-ერთი ნაწილია. უკავშირი თავის თვითონ საკითხთან დაკავშირებით. თქვათ თუ საკითხი მოგწონს რაღაცას მივანიშნებთ რომ მოგწონს და ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით კიდევ სხვა დისკუსიის გაშლა და ლაბარაკი ან არ გვინდა და კამათობთ რატო არ გვინდა ამ საუბრობთ ამიტომ მესმის რომ ძალიან დაძაბულია სიტუაცია მაგრამ ზუსტად ახლა ყველას ტელეფონები გიჭირავთ და მე ამას იმიტომ ვფიქრობ რომ მე მჭირდება უკავშირი ადამიანებთან ვისთანაც ვურთიერთობ და შეიძლება იმიტომ არ ხართ რომ რა ვიცი ძალიან მოგაბეზრებთ და და ამ ინსტაგრამს მათთვის ვისაც მოკლედ თქმა არ გვიყვარს და გვიყვარს ხალხთან საუბარი სხვა ლიმიტები აქვს აშკარად დასაწესებელი ხო და იმის თქმა მინდა ჩემოკარგება რომ ჩემთვის ჩემი აუდიტორია ფოლოვერები ძალიან მნიშვნელოვანია და
ვცდილობ რომ თუ დააკვირდებით არ ვარ ხოლმე რაღაცა ძალიან აქტიური რომ ხალხს თავი არ მოვაპესრო. თუმცა ეს გარკვეულწილად არის რაღაცა ჩვენი ურთიერთობა და ვცდილობ რომ ისეთ თემებზე გავამახვილოთ ჩემს გვერდზე ყურადღებათ ვარჩავლეთ რამდენი ტრენდულ ვიდეოს რომელსაც ზოგჯერ ძალიან მომიდება ხოლმე გადავიღო იმიტომ რომ ინსტაგრამი რაღაცა ცოცხლობებს რაღაცები სხვა საჭიროა. ამიტომ ეს მხოლოდ მარტო ჩემთან არის. თქვენ ამით აგებინებთ ადამიანს, რომ თქვენის გაინტერესებთ და მოგწონთ. თუ არ გაინტერესებთ და არ მოგწონთ, ანა არც ეგ არ არის პრობლემა. ბაი. ხოდა ჩემთვის აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ აქვს ახალდაგვარებს ვინ მართავს ქვეყანას. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა არც პარტიას ვინ მართავს ქვეყანას, თუ კი ჩემს ქვეყანას ისეთ ქვეყანად აქცევს, რომ როდესაც მე ქუჩაში დავდივარ, არ მექნება განცდა რომ სრულიად მარტო ვარ და არავინ ჩემს უკან არ დგას. არც სახელმწიფო, არც ის რაღაცა კონკრეტული რაღაცა დაწესებულება, არც სისტემა. ჩვენ ეს გას არც ვიცით. რაღაცა თაობამ შეიძლება. იმიტომ რომ რაღაცა თავდახრილი შრომას ვართ მიჩვეული და რაღაც გაბრაზება გვაქვს შადებული ჩვენი თავის შექმნაში, იმიტომ რომ სრულიად მარტო ვიყავით და ხოდა აი ვენას აქვს ეს ბევრ ქვეყანას, მაგრამ განსაკუთრებით ვენაში მქონდა ეს განცდა ვიპოვეს შინაგანი სიმშვიდე, რომ ქვეყანა შეგიძლია ანდო შენი თავი და შენი შვილები. შენი ქვეყანა, რომლის იმედი გააქვს, როგორც მოქალაქეს. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ეს ქვეყანა როდესღაც გახდეს ასეთი. ესეთი ქვეყანა გვინდა რა, მარტივად, ყველას გვინდა, ამას დარწმუნებული, ამას არ ჭირდება რაღაცა კონკრეტული პარტიის ფანატიზმი და ვიღაცის სამორჩეველი იყო. ასეთი ქვეყანა გვინდა ყველას. 7 რაღაცა ერთმანეთს გადაკიდებული ბაბლების გარეშე 7 ქვეყანა და ამას ყველაფერს 4 და 5 ადამიანი და თვითონ ადამიანი კი არ არეგულირებს, თავის თავში არეგულირებს ადამიანი მხოლოდ. თუმცა ამას არეგულირებს კანონი და აი ამ უზრუნველყოფილ გარემოს და უსაფრთხო გარემოს აუცილებლად უნდა ქნიდეს სახელმწიფო. ეს არის ჩემი აზრი.